Am ვიდეოში ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ნოკაუტებს, იმიტომ რომ შევეხებით ყველაზე სასტიკ ორგანიზაციას Pride-ს, კერძოდ კი მირკო კროკოპს, რომელმაც გვაჩუქა MMA-ის გულშემატკივრებს ძალიან ბევრი ჰაილაითი. კროკოპი უსასტიკესად აფინიშებდა თავის მეტოქეებს და თუ აგებდა იმასაც ანახაობრივად აკეთებდა, როგორც იტყვიან, ბრძოლიდან გამოდიოდა ამ ფარით, ამ ფარზე. დღეს ხორვატიელის ძირითადად MMA-ის ბრძოლებს განვიხილავთ, მაგრამ ვიდეო რო შევამოკლო, გეტყვით რომ თავიდან ის იყო მოკრივე, რომელიც ასპარეზობდა სამოყვარულო კრივში და სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიელ მოკრივესთან დამარცხდა ფინალში. საერთო ჯამში 56 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 48 ბრძოლა მოიგო და რაც თავარია 31 ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. კრივის მერე მირკომ ძალები მოსინჯა პროფესიონალურ კიკბოქსინგში და გახდა ნამდვილი ვარსკვლავი. ამ სფეროზე ცალკეა ვიდეო გასაკეთებელი, იმიტომ რომ მან უამრავი ბრძოლა ჩაატარა და ძალიან ბევრი ამ სპორტის ლეგენდა დაყარა. ასე რომ დღეს შევხედავთ მის ბრძოლებს MMA-ში და გავეცნობით მის ბიოგრაფიას. მირკო ფილიპოვიჩი დაიბადა 1974 წლის 10 სექტემბერს სოფელ ვინკოვცში. მაგ დროს ეს ტერიტორია იუგოსლავიას ეკუთვნოდა. კროკოპი ბავშვობიდანვე აქტიური ბავშვი იყო, თავიდან ის სერიოზულად იყო დაკავებული სირბილით, განსაკუთრებულად მოკლე დისტანციებზე და ადგილობრივი ბევრი შეჯიბრის მოუგია. ალბათ როგორც ამ თაობის უმეტეს მებრძოლს, ფილიპოვიჩის შერეული ორთაბრძოლებით დაინტერესდა ფილმებიდან. ჩემ თაობას ყველას ემახსოვრება როგორ დავრბოდით ბავშვობაში ვიდეო კასეტებით. ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება, როდესაც პირველად ვნახე ბრიუს ლის ფილმი. მაშინ ალბათ 6-7 წლის ვიყავი. ამ ფილმის ყურების მერე მთელი ღამე არ მეძინა. თავში ვატრიალებდი მის დარტყმებს ფეხებით. სისწრაფეს, ხელების მოძრაობას და აი ზუსტად მაშინ გადავწყვიტე რომ მინდა ვიყო ძლიერი ბრიუს ლისავით. მერე გამოჩნდა ვან დამი. მისი ფილმის სისხლიანი სპორტი. ამ ფილმის მერე ვერაფერზე ვფიქრობდი და მამამ 8 წლის ასაკში შემიყვანა ტაიკვანდოზე. მირკო იმდენად დისციპლინირებული და თავის საქმეზე შეყვარებული იყო, რომ მალევე შავი ქამარი მოიპოვა და გადაერთო კარატეზე. ცოტა რო წამოიზარდა, მიხვდა რომ კარატე ვერ გახდის მას ვან დამივით დიდებულ მებრძოლს და ამ ვარჯიშებს დაუმატა ფიზიკური აქტივობა თავის სახლის სარდაფში კუსტარულად დამზადებულ ტრენაჟორებზე. სარცით კედელზე ადამიანი დავხატე და მასზე ვარჯიშობდი. ყოველ დღე, ალბათ თითო ფეხით 500-ზე მეტ დარტყმას ვასრულებდი. ხშირად ფეხები მისისხლიანდებოდა და მაშინ გადავდიოდი ხელებზე. მირკო ადრეული ასაკიდან გიჟი იყო. მე მასზე ბევრად უფროსი ვარ და ერთხელ ყიდან მოვდივარ და ვინახე ბავშვი ვარჯიშობს თავისთვის. მივედი რაღაცაზე გავეხუმრე და მან წამაქცია და მახრჩობელა შემიკრა. კინაღამ გავიგუდე. კიდევ კაი მამამისი გამოვიდა. ერთხელ მირკოს მამა მოვიდა ჩემთან და მთხოვა წამოკედელი გამილესეო და მე რა თქმა უნდა დავთანხმდი. მე ერთ კვირაში იგივე კედლის გალესვა მთხოვა. და აი მესამეჯერო გამიწახა და მაინტერესა და ვკითხე, რა მოსდის ამ კედელს ყოველ კვირა რომ ლესავთ ხო? და მან მითხრა, ჩემი ბიჭი ფეხის დარტყმას ავარჯიშებსო. წარმოიდგინეთ რა გიჟია? მამა კედლის გალესვით და სახლის ზანზარით რომ დაიღალა, ტყავისგან კრივის ტომარა გამიკეთა, რომელიც ქვიშით ლურსნებით და ნახერხით გავტენე. ამ ტომარასაც ერხეოდა. ყოველ კვირა უფლების ხელოსანთან ვაკერინებდი. ბოლოს ის ფულსაც კი აღარ მართმევდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მირკომ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე პარალელურად დაიწყო მუშაობა სპეცრაზმის ანტიტერორისტულ დანაყოფში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. მირკო ამზადებდა სპეცრაზმელებს ხელჩართულ ბრძოლაში, პირადად იღებდა მონაწილეობას ოპერაციებში და იქ მსახურობის პერიოდში ბევრი ჯილდო მიიღო. სწორედ მაგ დროს უნივერსიტეტში სწავლასთან და სპეცრაზმში მუშაობასთან ერთად გადიოდა კაერჩი კიკბოქსინგის ბრძოლებზე და ამ ყველაფერს ერთად ახერხებდა წარმატებულად. რა მოხდება შენ და შენი ბავშვობის კუმირი ერთმანეთს რინგზე რო შეხვდეთ? ვინ? შენ და ვან დამი. ის ალბათ მაქსიმუმ 170 სანტიმეტრია და იწონის 70 კილოგრამს. მაგარი დებილი კითხვები გაქვს, ბარემ კითხე მოვერევი ბეტმენს ან სპაიდერმენს. და მაინც? კაი გეყოფა ეხლა, რამე სერიოზული მკითხე. რამდენად ძლიერია შენი ფეხის დარტყმა? რავი მარჯვენას როდესაც ურტყავ ხალხის ავადმყოფოში მიყავთ, მარცხენათი კი პირდაპირ სასაფლაოზე. ყოველთვის ვცდილობ მთელი კორპუსით დავარტყა. ფეხი რომელზეც ვდგავარ, ისიც ტრიალდება და გამოდის ძლიერი ჰაიკიკი. აი ასე. ოდესმე გიტირია ვთქვათ რამე მელოდრამის ყურების დროს. კი, მიტირია რემბოს ყურების დროს. იქ ერთ მომენტში შერიფი ჯონს აკავებს და ციხეში სვავს. იქ მას ძალიან ცუდად ეკცევიან, არა და ის უდანაშაულოა. მაგ დროს შერიფის გაგლეჯვა მინდოდა. ვტიროდი კი იმიტომ რომ ვიცი, მაგ შერიფს ვერსად ნახავ. კი, მესმის ეს ფილმია, მაგრამ რომ შევხვდეს ის მსახიობი, ერთ პანჩურს მაინც ამოვარტყავ. კარგად შესრულებული როლისთვის. თელ სპეცრაზმში მირკოს ვერავინ უგებს ჭადრაკს. ის ძალიან ჭკვიანი მებრძოლია. აქ ვერავინ მიგებს ჭადრაკში.
ეს როგორ? აი ასე, ვერავინ. აგე მოდის დამირ პეჟეკი. თითქმის 400 ხელზე მეტი მოუგე. ხო იცი უმეტესობა თulis რომ სპორტსმენი უტვინოა. ხო და აქ საწინააღმდეგოს უმტკიცებ ყველას. კროკოპი კარგი კიკბოქსერი იყო და ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია და კიდევ უფრო მეცაც მიაღწევდა, მაგრამ ამ სფეროში არ იხდიდნენ კარგ ფულს და როგორც უმრავლესობამ მან გადაწყვიტა თავისი ძალები მოესინჯა შერეულ ორთა ბრძოლებში. კაერთის ორგანიზაცია ძირითადად კიკბოქსინგის ბრძოლებს ატარებდა, მაგრამ ზოგჯერ MMA-საც ატარებდა და ზუსტად კაერთის ორგანიზაციაში შედგა კროკოპის სადებიუტო ბრძოლა MMA-ში. 2001 წლის 19 აგვისტოს მირკო ფილიპოვიჩი შეხვდა გამოცდილ კუზუიუკი ფუჩიდას. მირკო ბრძოლაზე გავიდა ფსევდონიმით კროკოპი, რაც ნიშნავს ხორვატიელ პოლიციელს. კროკოპის პირველი მეტოქე კუზუიუკი იყო ყოფილი პრორესლერი და იაპონიის ჩემპიონი ჭიდაობაში. ის ცნობილი იყო თავისი ბეტონის თავით, რომელიც მაგრად უძლებდა დარტყმებს და თვითონაც უყვარდა სასტიკით ჩეხაობა. ამ ბრძოლამდე რამოდენიმე თვით ადრე იაპონელმა მარკ კერი დაამარცხა, ამიტომ ხორვატიელისთვის ის იყო მაქსიმალურად საშიში მეტოქე. როგორც კი რაუნდი დაიწყო, იაპონელი ეცა ფილიპოვიჩის გდებით, მაგრამ ხორვატიელმა მას მუხლი დაახვედრა, რის შედეგადაც კუზუიუკის შუბლი გადაუხსნა. საჯმა რამოდენიმე წამი აცადა იაპონელს პარტერში ემუშავა, მაგრამ მან იმდენი სისხლი დაღვარა, რომ შეხვედრა გააჩერეს და აი ასე კროკოპმა თავისი სადებიუტო ბრძოლა ზუსტად 39 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა. ამავე წლის 3 ნოემბერს კროკოპი პრაიდში გადის, სადაც მორიგ იაპონელს ხვდება. მებრძოლების სამივე რაუნდს ბოლომდე მიიყვანენ. ხორვატიელი უკეთესი იყო, თუმცა პრომოუშენმა ამ შერკინებას პრემი უსაჯა. მაგდროს არავინ თვლიდა ქულებს პრაიდში. სპორტსმენები იგებდნენ შეხვედრას ან ფინიშით, ან აშკარა დომინაციით. კროკოპის შემდეგი ოპონენტი იყო იუჯი ნაგატა. სწორედ აქ უნახეთ მირკოს მკვლელი მარცხენა ჰაიკიკი, რომელმაც იაპონელი 21 წამზე გაუშვა ასტრალში. $2002 წელი კროკოპმა დაიწყო კიკბოქსინგით, სადაც შეხვდა თავისზე ბევრად მძიმე მარკ ჰანს. ბრძოლა 5 რაუნდს გრძელდებოდა. ხორვატიელი უკეთესი იყო. ერთ მომენტში მან მეტოქეს თავისი ბირთვული მარცხენა ჰაიკიკი გაუტარა. არავის ეგონა ამის მერე თუ ადგებოდა ჰანტი, მაგრამ სპორტსმენი გამოფხიზდა და გააგრძელა ჩხუბი. როგორც შედეგი, კროკოპმა ეს შეხვედრა მოიგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ამავე წელს კროკოპი პრაიდის ჩემპიონს შეხვდა ვანდერლეი სილვას. ეს ბრძოლა წინასწარ გეტყვით რომ დასრულდა ფრედ, მაგრამ მაგ პერიოდში ვანდერლეი სილვა იყო აი ძალიან რაღაცა ბირთულ ფორმაში. მასთან თანაბრად ბრძოლა იყო აი წარმოუდგენელი და კროკოპმა ეს გააკეთა. აი თანამედროვე წესებით რომ გადავხედოთ ამ ბრძოლას, დიდი ალბათობით მირკომ ეს შეხვედრა მოიგო, მაგრამ აი მაშინ პრაიდში ცი როგორ იყო, აი ქულებს არავინ არ თვლიდა, აი დიდი დომინაციით უნდა მოგეგო, რომ საჯებს გადაეწყვიტა, რომ შენ იყავი გამარჯვებული. ეს ბრძოლა უფრო კარგად განვიხილე ვანდერლეი სილვას ვიდეოში, დოკუმენტურ ფილმში და ამ ვიდეოს მერე შეგიძლიათ ეს დოკუმენტური ფილმი ნახოთ, ძალიან საინტერესოა, თან გაიცნობთ სოფიან ვანდერლეი სილვას. სილვასთან ბრძოლის მერე ზუსტად 2 თვეში კროკოპი კიდევ ერთ შერკინებას იღებს კაერთში, კიკბოქსინგის წესებით და ზუსტად 2 რაუნდში ანადგურებს კიკბოქსინგის მომავალ ლეგენდას რემი ბანიასკის. პრაიდში კროკოპის შემდეგი ოპონენტი კაზუიუში საკურაბა იყო. იაპონელი ამ ბრძოლამდე თითქმის 1 წლით ადრე ვანდერლეი სილვას შეხვდა, რომელმაც მას ლავიწის ძვალი მოტეხა. ამ შეხვედრის დეტალურ განხილვას ნახავთ ვანდერლეის დოკუმენტურ ფილმში. კროკოპის და იაპონელის ბრძოლაზე 91,000 მაყურებელი მოვიდა. ხორვატიელი 2 რაუნდის განმავლობაში ისე დომინირებდა, რომ საკურაბა ფიზიკურად ვერ გამოვიდა მესამე რაუნდზე და ფილიპოვიჩმა ეს შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.
2003 წელს მირკოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მან დაასრულა მუშაობა ანტიტერორისტულ სპეცრაშში და ასევე იქნა არჩეული 4 წლით ხორვატიის პარლამენტის წევრად. კროკოპის შემდეგი მეტოქე იყო კაზუიუკი ფუჩიდა. ყველას გვახსოვს, რომ სწორედ ეს იაპონელი იყო ხორვატიელის პირველი მეტოქე MMA-ში. 2001-ში მირკომ ის 39 წამში დაამარცხა ტექნიკური ნოკაუტით. ამჯერად კი იაპონელმა ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა, თუმცა ფილიპოვიჩმა ის ბრძოლის ყველა ასპექტში დაჩაგრა და როგორც შედეგი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ შეხვედრის მერე კროკოპი დაეჯახა ლეგენდარულ ბობ საპს, ოღონდ კიკბოქსინგის წესებით. მან გიგანტს გადაუარა. ფილიპოვიჩმა მეორე წუთზე უძლიერესი კიკით ბობს ღვიძლი გაუთიშა და მიაყოლა კროსის სახეში, რომელმაც ამერიკას სახის ზვალი გაუტეხა და გოლიათი ბრძოლიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. მირკოს შემდეგი მეტოქე პრაიდში იყო პეტ ჰერინგი. ხორვატიას სამწუთზე ცოტათი მეტი დრო დაჭირდა გამარჯვებისთვის. მან ეს მეტოქიც გაუშვა დაზიანებული ღვიძლით C ჰეპატიტის დისპანსერში შესამოწმებლად. Because we seem to be in the shape of his life. Right there, bang. შემდეგი იყო იგორ ვოვჩანჩინი. 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფინიშერი, რომელმაც უამრავი ძლიერი სპორტსმენი დაანოკაუტა. მართალია იგორი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, თუმცა მისი სახელი ბევრს შიშის ზარს სცემდა. ბრძოლის დაწყებისთანავე ჩანდა, რომ ხორვატიელი ამზადებდა რაღაცა სიურპრიზს და ასეც მოხდა. კროკოპმა თავისი მკვლელი ჰაიკიკით პირველად იგორის კარიერაში რაუნდის მეორე წუთზე გაუშვა ის ღრმა ძილში და აალაპარაკა მთელი პრაიდი. High kick and down goes Igor. He is out. Down goes Igor. Cross with the left eye that connects, and that kick absolutely devastating. Emelianenko Fedor. Thank you. Mountain challenge has been. There are always 6 doctors on site. ორ თვეში მირკო შეხვდა პრო-რესლერს, რომელიც რინგზე ნიღბით ამოვიდა და იყო ნამეტანი თავის თავში დარწმუნებული. კროკოპმა თავისი მარცხენა ჰაიკიკით ის 56 წამზე გათიშა და სანამ საჯი მოვარდებოდა საკონტროლო დარტყმას გაუტარა. კიდევ ერთი ღრმა ნოკაუტი, რომელმაც ფილიპოვიჩს სატიტულო ბრძოლის უფლება მოუტანა. გამარჯვებების სერია მირკო გახადა ნომერ 1 პრეტენდენტი ტიტულზე. ის კამარზე უნდა შეხვედროდა დაუმარცხებელ ფეოდორ ემელიანენკოს, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა და პრაიდმა დროებითი ტიტული გაათამაშა ფილიპოვიჩს და ნოგვეირას შორის. ანტონიო როდრიგო ნოგეირა მაგ დროს ყველაზე საშიში საბმიშენების მანქანა იყო. მან ყველას გადაუარა თავის გზაზე და ასაბმიშა ისეთი სპორტსმენები და ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან გარი გუდრიჩი. მარკ კოლემანი, ბობ საპი, დენ ჰენდერსონი, ნოგვეირას ამ გამარჯვებების სერია დასრულდა, როდესაც ის ემელიანენკოს შეხვდა. ამ ბრძოლის დეტალური განხილვა შეგიძლიათ ნახოთ უკანასკნელ იმპერატორზე დოკუმენტურ ფილმში ჩემს არხზე. ნოგვეირამ თქვა, ორგანიზაცია სჭირდება მებრძოლი, რომელიც კროკოპს გააჩერებსო და მან თქვა, ეს ადამიანი მე ვარო. ნახე, შიშის განხელები მიგანკალებს. ის თავისი საუბრით ვერ გამაჩერებს, ამისათვის ბრძოლაა საჭირო.
ამ სპორტის ორი ლეგენდა ერთმანეთს 2003 წლის 9 ნოემბერს შეხვდა. პირველი რაუნდი იყო ტრადიციულად 10 წუთიანი. გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს შერკინება აუცილებლად ფინიშით დასრულდებოდა, რადგან ერთმანეთს ხვდებოდნენ ორგანიზაციის საუკეთესო სტრაიკერი და საუკეთესო მოჭიდავე. ბრაზილიელმა რაუნდის დასაწყისშივე გადაიყვანა შეხვედრა მიწაზე და დაიწყო თავისი ტრადიციული მუშაობა პარტერში. ის ხან მტკივნეულის შესრულებას ცდილობდა, ხან დაბლიდან ურტყავდა კროკოპს. ფილიპოვიჩისთვის ეს მაქსიმალურად არაკომფორტული პოზიცია იყო, რომელშიც სპორტსმენმა თითქმის 4 წუთი გაატარა და როგორც იქნა მირკო დგება. როგორც კი მებრძოლები დგომში ბრძოლას დაუბრუნდნენ, ხორვატიელმა ამუშავა თავისი მარცხენა ფეხი და კარგათაც დააზიანა მინოტავრი. რის მერეც ბრაზილიელი წამოწვა რინგზე და ეპატიჟებოდა ფილიპოვიჩს თავის სამყაროში, მაგრამ ის მას არ გაყვადა მსაჯმა ნოგეირა აყენა. დარჩენილი 6 წუთი მირკო დგომში დომინირებდა და ანადგურებდა თავის მეტოქეს თავისი მკვლელი ქიქებით. ნოგეირა კი უშედეგოდ ცდილობდა კროკოპის მიწაზე გადაყვანას, რომელიც მას არ მიყვებოდა და გამუდმებით ითხოვდა მსაჯისგან მის ფეხზე აყენებას. რაუნდის ბოლო წამებზე ხორვატიელმა მაინც გაუტარა მინოტავრს თავისი ბირთვული ჰაიკიკი და რომ არა გონგი, ის ნოგეირას დიდი ალბათობით დააფინიშებდა. მირკომ პირველი რაუნდი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი მას უბრალოდ საქმე ბოლომდე უნდა მieყვანა, მაგრამ ნოგეირა მას პირველივე წამებზე ეცა, გადაიყვანა შეხვედრა პარტერში და მალევე ხელზე armbar-ი გაუჭიმა. მარცხიდან ორ თვეში მირკო დაუბრუნდა პრაიდს და 2004 წლის 1 თებერვალს შეხვდა რონ ვატერმანს. რაუნდის დაწყებისთანავე ვიზუალურად ბევრად გაბარიტულ ვატერმანმა ეგრევე გადაიყვანა ხორვატიელი სპორტსმენი მიწაზე, სადაც 4 წუთამდე ეჯდა მას ზემოდან და უშედეგოდ ხარჯავდა ძალებს. და აი როგორც კი ვატერმანს ამოეწურა საწვავი, მირკო გამოწვრა. გაისროლა თავისი სასტიკი ჰაიკიკი და ბრუტალურად დააფინიშა ის მიწაზე. ზუსტად 14 დღეში მირკო ისევ ოქტაგონზე იდგა იოშისა იამამოტოს წინააღმდეგ. კროკოპმა შეხვედრა პანჩურით დაიწყო. მან თავისი მეტოქე პატარა ბავშვით დასაჯა და მეორე წუთზე დაანოკაუტა იაპონელი თავისივე ქვეყანაში, თავისივე კომაგების წინაშე. Oh, look at the low kick. Oh, and Mirko there with the right soccer kick, another soccer kick. Yamamoto trying to get back, measuring him. Oh, kick to the cup, looking to Shibata. You want me to continue? Here's another one. There's another one. It's on the top of his head, and now he's going to finish it up with some blows. Watch this. And a whole lot more. 2004 წლის აპრილში მირკო იღებს მონაწილეობას პრაიდის გრან-პრიში და ხვდება UFC-ის ყოფილ ჩემპიონს და მომავალში დიდების დარბაზის წევრს კევინ რენდელმანს. ამ შეხვედრაში ხორვატიელი ფავორიტი იყო, მაგრამ რენდელმანმა ის მეორე წუთის მიწურულს ყველასათვის მოულოდნელად მარცხენა ხელით დაანოკდაუნა და მიწაზე უსაშინლესად დააფინიშა. ამავე 2004-ში კროკოპმა ჯერ შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ჰირომიცო კანეჰარას და შემდეგ შეხვდა შუნგო იამას. მირკოს ოპონენტი ოიამა იყო ძალიან ძლიერი ძუდოისტი, ფლობდა შავ ქამარს და იყო ცნობილი იმით, რომ არ ნებდებოდა. ერთხელ ის ბრძოლაზე არ დანებდა და მას ხელი მოტეხეს. ამიტომ კროკოპს ეს სპორტსმენი აუცილებლად უნდა დაეფინიშებინა და ასეც მოხდა. ხორვატიელ სპეცრაზმელმა ოპერატიულად ზუსტად 1 წუთში დაანოკაუტა კიმონოიანი მეტოქე და მოიპოვა მორიგი გამარჯვება. Definitely that money matchup with Fyodor Millowitz somewhere down the way. ორ თვეში მირკო შეხვდა ალექსანდრ ემელიანენკოს. ამ ბრძოლის სრული განხილვა შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტურ ფილმში ჩემს არხზე. აქ გეტყვით, რომ კროკოპმა ემელიანენკო პირველივე რაუნდის მეორე წუთზე დაანოკაუტა, რითიც ისე გააბრაზა უფროსი ძმა, რომ პირველად ცხოვრებაში ხალხმა ნახა როგორ იგინება თვით იმპერატორი.
Влад, ёбаный в рот, сука. Стоп! Игорь, блядь. შემდეგი იყო UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ჯოშ ბარნეტი. ბარნეტი სერიოზული მებრძოლი იყო, რომელიც მოდიოდა 8 ზედ გამარჯვებით. ის ცნობილი იყო იმით, რომ დააფინიშა რენდი კუტური და გახდა UFC-ს ჩემპიონი. ეს შერკინება მალევე დასრულდა. ბარნეტმა შეტაკების დროს მხარი დაიზიანა და რეფერიმ გააჩერა შეხვედრა. 2004 წლის 31 დეკემბერს მირკოს არევანშო შერკინებით ხვდება კევინ რენდელმანს. ყველას გვახსოვს წინა ჩხუბში რაც თუ დღეში ჩააგდო UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ფილიპოვიჩი. აღსანიშნავია, რომ მირკომ 2004 წელს 7 ბრძოლა ჩაატარა და ეს შეხვედრა იყო მერვე. წარმოიდგინეთ, ერთ წელში 8 ჩხუბი ყველაზე სასტიკ ორგანიზაციაში. თანამედროვე MMA-ში ასეთ რამეს ჩვენ ვეღარასდროს ვნახავ. ბრძოლის პირველივე წამებზე მებრძოლები ერთმანეთს ბრუტალურად დაეჯახდნენ. შემდეგ რენდელმანი ეცა კროკოპს გდების მცდელობით, მაგრამ ხორვატიელმა ის ჰელიოტინაზე დაიჭირა და რაუნდის 51 წამზე დაახრჩა. – 2005 წელი მირკომ დაიწყო მარკ კოლემანთან შერკინებით. ეს სპორტსმენი MMA-ს ნამდვილი ლეგენდა იყო, ყოფილი UFC-ს და პრაიდის ჩემპიონი. მართალია მაგ დროს ის უკვე ვეტერნად ითვლებოდა, მაგრამ მაინც იყო ძალიან საშიში მეტოქე. მირკო კარგი მებრძოლია, მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის ვერაფერს გახდება, როდესაც მე მას გადავიყვან პარტერში და დავიწყებ მის დანაგვას. როგორც 90-იანებში, ხო გახსოვს? ვერაფერს იზავს, ის ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად უშასოთაა. კოლემანს თავიდანვე უნდოდა ბრძოლის მიწაზე გადაყვანა, მაგრამ ხორვატიელი ძალიან კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან. როგორც კი კროკოპმა უძლიერესი მარცხენა გაუტარა მარკს, ის დაზიანდა და შენელდა. ხორვატიელმა მოუმატა პრესინგს და მესამე წუთის ბოლოს მიიყვანა ეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე. სანამ კროკოპი უკანასკნელ იმპერატორს შეერკინებოდა, ის ემელიანენკოს გუნდის წევრს იბრაგიმ მაგომედოვს დაუპირისპირდა რინგზე, სადაც 4 წუთში გაანადგურა ის და ეს მებრძოლიც გვიძლის დაზიანებით გაუშვა პირდაპირ დისპანსერში. Everything that he did was pure finishing blow, yeah. That's it, 1-2. And there we go down. So a workmanlike aim not only to Pride Fighting Championships, but to make Good against hello everyone. Kind of sides of final conflict. They both is going to end before the last bell. და აი ორი ამ სპორტის იმდროინდელი ვარსკვლავი ერთმანეთს შეხვდნენ სატიტულო ბრძოლაში და ემელიანენკოზე დოკუმენტურ ფილმში მაქვს ეს კარგად აღწერილი, ზუსტად ეს მონაკვეთი უნდა გაჩვენოთ ახლა და ვისაც არ უნახია ემელიანენკოზე ფილმი კიდევ ამ ვიდეოს მერე შეგიძლიათ კიდევ ისიამოვნოთ ამ ვიდეოთი. მირკოზე გამარჯვებით ემელიანენკო გახდებოდა ამ სპორტის ღმერთი. ეს ბრძოლა იმპერატორისთვის ორჯერ მნიშვნელოვანი მხოლოდ ტიტულის გამო მარტო კი არ იყო, არამედ მას ჰქონდა შესაძლებლობა შური ეძია თავისი ძმის გამო. თავიდან მებრძოლები ფრთხილობდნენ და სწავლობდნენ ერთმანეთს და აი რაუნდის მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვალა. მირკომ მოახერხა რამოდენიმე დარტყმის გატარება როგორც ხელით, ასევე თავისი სასიკვდილო ფეხით. არც იმპერატორი იყო უსაქმურად, ისიც ცდილობდა კროკოპის დანოკაუტებას კონტრშეტევებით, თუმცა რაუნდის ბოლოსკენ ფედორმა გადაიყვანა ხორვატიელი მიწაზე და დაიწყო თავისი ტრადიციული დამუშავება. ეს უსასრულო რაუნდი ახლოს იყო თანაბარ ბრძოლასთან, მაგრამ ემელიანენკომ მაინც უკეთესი იყო და ასეთ ტემპში მებრძოლებმა მიიყვანეს ეს რაუნდი ბოლომდე. მეორე რაუნდში ფედორმა დაიწყო ძალიან აქტიურად დგომში. ის თითქოს უკეთესი იყო, მაგრამ კროკოპიც არიჯდა უსაქმურად და რამოდენიმეჯერ შეძლო ემელიანენკოს დაჭერა. აქაც რაუნდის ბოლოს იმპერატორმა ის გადაიყვანა ძირს და დაიწყო მისი დაცხრილვა. ეს თანაბარი და სანახაობრივი შერკინება იყო. ჩანდა, რომ რინგზე იდგნენ მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი მებრძოლი, რომლებიც იმ მომენტში იყვნენ თავისი ფორმის პიკში. თუ წინა ორი რაუნდი თანაბარი იყო ემელიანენკოს მცირე უპირატესობით, მესამე უკვე იმპერატორის აშკარა დომინაციით იყო. მებრძოლებმა თითქმის მთელი რაუნდი მიწაზე გაატარეს. კი, რამოდენიმე წამი მებრძოლებმა დგომში ჩეხაობაც მოასწრეს, სადაც ეს რამოდენიმე წამი ფედორი იყო უკეთესი. მაგრამ დანარჩენი დრო სპორტსმენებმა მიწაზე გაატარეს და აქ უკვე ემელიანენკო თავის მეტოქეს შანსს აღარ უტოვებდა. საჯებმა სამივე რაუნდი ემელიანენკოს მისცეს და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმპერატორმა თავისი ტიტული დაიცვა. presenting
You see his wife managing to smile as well now that it's over. ემელიანენკოსთან მარცხის მერე მირკომ სარევანშო შეხვედრა მოუგო ჯოშ ბარნეტს და მერე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა მარკ ჰანტთან და ისევ დაიწყო ერთმანეთის მიყოლებით მებრძოლების დანოკაუტება. თან მიიღო პრაიდის გრან-პრიში მონაწილეობა. 2006 წლის 5 მაისს მირკო თავის საუკეთესო ფორმაში შეხვდა გრან-პრის ფარგლებში იკუისა მინოვას, რომელიც ვერ იგრძნო და ერთ წუთში გაანადგურა. გრან-პრის მეოთხე ფინალში ხორვატიას შეხვდა ძიუდოს ოსტატი ჰიდეჰიკო იოშიდა. კროკოპმა თავისი მეტოქე ლოუ-ქიკებით მაგრაცემა და მოიპოვა გრან-პრის ნახევარფინალში ბრძოლის უფლება. მირკოს ნახევარფინალში შეხვდა სოფიანი სილვა. ეს მებრძოლები ერთმანეთს 4 წლის წინ შეხვდნენ და მაშინ შერკინება ფრედ დასრულდა. ამჯერად ხორვატიელი იყო ბევრად გამოცდილი და ბირთვულ ფორმაში. ვანდერლეი სილვა უკვე მეორე წუთზე ნოკდაუნში იყო და ცდილობდა ბანალურად გადარჩენას. იმის მერე რაც ბრაზილიელმა რამოდენიმე დარტყმა აითვისა, მისი თვალი გასივდა და ბრძოლის დროს მან ვერ დაინახა კროკოპის ბირთვული მარცხენა ჰაიკიკი და გაითიშა. ხორვატიელმა წლის ნოკაუტი გაიფორმა და გავიდა გრან-პრის ფინალში. Broke off. Oh no! We told you the left high kick has sent many opponents to the MMA mausoleum. ამ საღამოსვე მირკოს ფინალში ჯოშ ბარნეტი შეხვდა, რომელმაც დაამარცხა ანტონიო ნოგუეირა. მირკომ ამერიკელი უშანსოდ დატოვა. ის მთელი 10 წუთიანი რაუნდი დომინირებდა და როგორც შედეგი მე-7 წუთზე მოიპოვა ტექნიკური ნოკაუტი და გახდა ყველაზე სასტიკი ორგანიზაციის გრან-პრის გამარჯვებული. მირკო გახდა ნამდვილი ვარსკვლავი. პრაიდის ორგანიზაცია კი დაიშალა. ამიტომ ხორვატიელმა მიიღო UFC-სგან შემოთავაზება და პირველად თავის ცხოვრებაში რინგიდან შეაბიჯა ფეხი ოქტაგონში, სადაც მას დახვდა ედი სანჩესი. კროკოპმა თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში ზუსტად 4 წუთში ნოკაუტით მოიგო, რითიც ხაზი გაუსვა თავის ელიტარულ სტატუსს MMA სფეროში. So far, the fight has lasted. Just walking. This is such an odd pattern in this fight. It's a circular fight. Where do you go from here? Knocked out. 30 more seconds to try to survive. It's over. ორთვეში მირკო გაბრიელ გონზაგას შეხვდა საპრეტენდენტო შერკინებით. კროკოპი ამ შეხვედრაში ითვლებოდა ფავორიტად. გონზაგას კი შანსებს მხოლოდ ოჯახის წევრები აძლევდნენ, ისაც პარტერში. 1 წუთის განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთს ზვერავდნენ და როგორც კი ხორვატიელმა გაისწორა მიზანი, გაისროლა ფეხი ღვიძლში. მაგრამ გონზაგამ დაიჭირა ის ფეხიდან და მიწაზე გადაიყვანა. პარტერში ბრაზილიელი ძალიან დამაზიანებლად მუშაობდა. მან ძალიან ბევრი იდაყვით დარტყმა გაუტარა მირკოს და აი რაუნდის ბოლომდე 30 წამით ადრე საჯი აყენებს მებრძოლებს დგომში. უცებ ყველასათვის მოულოდნელად გონზაგა დარეტიანებულ მირკოს უძლიერეს ჰაიკიკს ურტყავს და ამ სპორტის ლეგენდა ღრმა ნოკაუტშია. მიწაზე მისმა იდაყვებმა გადაწყვიტა ყველაფერი. რუავდექი ჩემს წინ 3 გონსაგა იდგა.
შემდეგ კროკოპი შეხვდა ჩეიკ კონგს და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ხორვატიელის კარიერაში 2 მარცხის ზედიზედ არასდროს ჰქონია. დაიწყო საუბრები, რომ კროკოპი დაბერდა, მისი კარიერა დასრულდა. თუმცა მირკომ გააგრძელა მზადება და 2008 წლის 15 მარტს შეხვდა ტაცუიამა მიზუნოს და პირველივე რაუნდის 55 წამზე დაანოკაუტა ის. შემდეგ იყო კორეელი გიგანტი, რომელმაც მირკოს 6 წუთი გაუძლო. ხორვატიელმა ისე დაუცხრილა მას ფეხები თავისი ლოუ-კიკებით, რომ ის დანებდა. მირკო ამავე 2008-ში იაპონიაში ალისტარ ოვერიმს შეხვდა, მაგრამ ეს ბრძოლა გააუქმეს, რადგან ოვერიმმა რაუნდის დასაწყისშივე კვერცხები დაუნოკაუტა ფილიპოვიჩს. 2009 წლის ზაფხულში მირკო დაბრუნდა UFC-ს პრომოუშენში, სადაც შეხვდა ტიტულოვან გრეპლერს მუსტაფა ელ თურკს. მან დაღეჭა თავისი მეტოქე და მესამე წუთზე ბრუტალურად დააფინიშა. He's done. Fight. Look at this. It's over. That's it. 2009 წლის 20 სექტემბერს ხორვატიას არ გაუმართლა, რადგან ის შეხვდა ბირთვულ ფორმაში მყოფ ჯუნიორ დო სანტოს. თავის კარიერაში ასე მაგრად არავის უცემია კროკოპი. შეხვედრა მესამე რაუნდში დასრულდა, რადგან ფილიპოვიჩმა თვალი დაიზიანა. დო სანტოსმა კი ამ შეხვედრის მერე 6 ბრძოლა ზედიზედ მოიგო. გახდა UFC-ს ჩემპიონი, სადაც დააფინიშა მძიმე წონის ლეგენდა კეინ ველასკესი და ტიტულის დაცვაზე დაანოკაუტა ფრენკ მირი. 2010 წლის 21 თებერვალს ხორვატიელმა თავბედი აწევლინა ენტონი პეროშს. ის 2 რაუნდის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდა თავის მეტოქეს და მეორე რაუნდის ბოლოს შუბლიც გადაუხსნა პარტერში იდაყვებით. პეროში ექიმებმა შეამოწმეს და ისევ შეუშვეს საწყალი მებრძოლის სასაკლაოზე. მირკომ გააგრძელა მსხვერპლის დალეწვა გონგამდე. პეროში ისეთი დალეწილი იყო, რომ მესამე რაუნდში ფიზიკურად ვერ გავიდა და ხორვატიელმა ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა ტექნიკური ნოკაუტით. ამავე წელს კროკოპი შეხვდა UFC-ს ორგანიზაციაში პეტ ბერის, რომელმაც ხორვატიელი პირველ რაუნდში 2-ჯერ გაუშვა ნოკდაუნში. რის მერეც ფილიპოვიჩმა აამოქმედა თავისი ჭიდაობა, გამოასწორა ვითარება მეორე რაუნდში და მესამეში დაახშო დაღლილი ამერიკელი. ბრძოლიდან უნდა გამოხვიდე ან ფარზე, ან უნდა გამოგიტანონ ფარით. ეს გამოთქმა აი ზუსტად მირკოზე არის ზედგამოჭრილი, იმიტომ რომ მომდევნო 3 ბრძოლა მან UFC-ში დაასრულა მარცხით და რაც თავარია 3-ვე ბრძოლა ნოკაუტით დაამთავრა. წინასწარ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ამ მარცხების მერე კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს, ერთს წააგებს და მერე დაიწყება კიდევ 10 გამარჯვებიანი სერია, საიდანაც 9 ბრძოლას ის ფინიშით მოიგებს. მაგრამ მოდით ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ. პირველმა ჩვენი გადაცემის გმირი ფრენკ მირმა დაანოკაუტა მესამე რაუნდის ბოლოს მუხლით. შემდეგი იყო ბერნად შაობი, რომელმაც მესამე რაუნდში უძლიერესი მარჯვენა დარტყმით გაუთიშა ფილიპოვიჩს სინათლე. როი ნელსონთან ბრძოლის წინ მირკომ ხელზე მყესი გაიწვიდა. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად ის მაინც გავიდა ბრძოლაზე და როგორც შედეგი მესამე ზედიზედ ნოკაუტი. სამი ნოკაუტის შემდეგ ნამდვილად არავის ეგონა, რომ ხორვატიელის პერსრაზმელი დაბრუნდებოდა. მირკო ერთი წლით გაქრა. ის ამ დროის განმავლობაში მკურნალობდა და ვარჯიშობდა. და აი 2012 წელს, როდესაც ყველას ეგონა, რომ მირკოს დრო დასრულდა, ის ბრუნდება. ოღონდ ჯერ ბრუნდება კიკბოქსინგში. იღებს მონაწილეობას K1-ის გრან-პრიში, სადაც ერთ დღეში 3 მეტოქეს ამარცხებს და ხდება გრან-პრის გამარჯვებული. სხვათა შორის მირკო K1-ის გრან-პრის ბოლო ჩემპიონი გახდა, რადგან ეს ორგანიზაცია გარკვეული დროის მერე
დაიშლება. დარწმუნებული თავის ძალებში მირკო ბრუნდება MMA-ში და IGF-ის იაპონურ ორგანიზაციაში 2012 წლის 31 დეკემბერს ხელზე მტკივნეულით შეხვედრას უგებს იაპონელს. შემდეგ მირკო დამარცხდა ალექსეი ოლენიკთან მახრჩობელით. 2014 წელს მირკო ორჯერ შეხვდა ზედიზედ სატოში იშის და ორჯერვე დააფინიშა ის. UFC-ში მეგონზაგამ დამანოკაუტა, ეს მარცხი მე მოსვენებას არ მაძლევდა წლები. მართალია უკვე დაუბერდი და აღარ ვარ ფორმაში, მაგრამ ის ნოკაუტი მახსოვს და შურისაძიებლად მე დაუბრუნდი UFC-ში. მე გონზაგას თავს შევაკლავ, მაგრამ ამ ბრძოლას მოვიგებ. და მართლაც, მირკო UFC-ში დაბრუნდა რევანშით და 2015 წლის 11 აპრილს შეხვდა გონზაგას, რომელმაც წლების წინ ის ბრუტალურად გათიშა. ხორვატიელი მართლაც კარგად გამოიყურებოდა ოქტაგონში. ის 2 რაუნდის განმავლობაში dominirებდა და მესამე რაუნდში ბრუტალურად ჩაქოლა თავისი მეტოქე. კროკოპი UFC-ში ბრძოლებს აპირებდა, მაგრამ მიიღო 2 წლიანი დისკვალიფიკაცია. ხელზე ოპერაციის მერე ის ზრდის ჰორმონს იკეთებდა და ამის შესახებ კეთილსინდისიერად აცნო ორგანიზაციას. ის შეამოწმეს, მართალი ანალიზება ვერაფერი გამოავლინეს, თუმცა პრომოუშენმა მაინც გააშავა ფილიპოვიჩი. ბრძოლების გარეშე გაჩერებას ის არ აპირებდა და 2016 წელს ისევ იაპონიაში ჩავიდა რაიზენის ორგანიზაციაში, სადაც პრომოუშენის გრან-პრიში მიიღო მონაწილეობა და ერთმანეთის მიყოლებით 4 მებრძოლი დააფინიშა და გახდა გრან-პრის გამარჯვებული. სანამ ფილიპოვიჩი დაასრულებდა კარიერას, მან ჯერ 2017 წელს ზუსტად 1 წუთში შეჭამა სიუში კოსაკა. Thank you very much. შემდეგ 2018-ში გასისხლა მარტინეს. და 2019 წელს გამოვიდა ბელატორში, სადაც საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შეხვედრა მოუგო როი ნელსონს და ამით დაასრულა თავისი შთამბეჭდავი კარიერა. იცით ადამიანი, რომელიც წლები იჯდა ციხეში, განთავისუფლების შემდეგ დისკომფორტს განიცდის თავისუფლებაზე. მებრძოლებიც ეგრე არიან. ვარჯიშს გავაგრძელებ იქამდე, სანამ ფეხზე ვდგავარ. იმის ტრაკი ყოველთვის მექნება, რომ პანჩური ამოვარტყა იმ შერიფს, რომელმაც ჯონ რემბო დაიჭირა. მირკო კროკოპ ფილიპოვიჩი ყოველთვის ემახსოვრება MMA-ის გულშემატკივრებს თავისი სანახაობრივი ბრძოლებით და თუ სადმე ვიღაცამ თქვა მარჯვენა ფეხი სავანტყოფო და მარცხენა ფეხი სასაფლაო, რა თქმა უნდა ეგრევე გაგვახსენდება ხორვატიელი, რადგან მან MMA-ის ხომაგებს აჩუქა ძალიან ბევრი ჰაილაითი. დაწერეთ კომენტარებში დღევანდელი მებრძოლებიდან მირკოსნაირად, აი პრაიდისნაირ ორგანიზაციაში ვის შეუძლია 1 წელიწადში ჩაატაროს 8 ბრძოლა. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.